საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფორმაციას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც სოფელ ქვედა საზანოს ნომერ 1 საჯარო სკოლის პროექტირება რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს ნომერ 1 სკოლა გათვლილი იქნება 300 მოსწავლეზე და სრულად მოერგება თანამედროვე განათლების სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ტენდერის პირობების თანახმად პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს საჯარო სკოლის განახლების გეგმა, რაც მოიცავს შენობის რეაბილიტაციას და საჭიროების შემთხვევაში მის გამაგრებას. საზანოს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს შენობის ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, მათ შორის სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცეების განახლებას, საინჟინრო კომუნიკაციების გაუმჯობესებას, უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი პირობების შექმნას და შენობის ადაპტირებას თანამედროვე სასწავლო პროცესის საჭიროებებზე. როგორც სკოლის დირექტორმა მანანა ჭუმბურიძემ სპექტრთან სატელეფონო კომუნიკაციისას აღნიშნა, ამ ეტაპზე მოსწავლეები საზანოს მესამე საჯარო სკოლაში მეორე ცვლაში სწავლობენ. 2023 წლის სექტემბრიდან ვარ გადასული ამავე სოფლის მესამე საჯარო სკოლაში. მეორე ცვლაში ვარ 179 მოსწავლე მყავდა და ძალიან შემიმწირდა ბავშვები ამ მეორე წლის გამო. ბევრი გადავიდა, პირველკლასელები ჩემთან აღარ შემოვიდნენ იმის გამო, რომ მეორე ცვლაში არ უნდათ და თავზარალდი ძალიან, მაგრამ რა უქნა რადგანაც დაიწყება, იმედი მაქვს, რომ დაგვიბრუნდებიან ისევ. თავდასხმა პოლიციელებზე ზესტაფონში. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა. ბრალდებული თვითმხილველთა თქმით, რომლებმაც სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, ქუჩაში ცივი იარაღით დანით გადაადგილდებოდა და შემხვდრდა მისამართით აგრესიას გამოხატავდა. ინციდენტის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული პოლიციელებს ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი დააზიანა. ოფიციალური ინფორმაციით სამართალდამცველებმა მამაკაცი განაიარაღეს და შემთხვევის ადგილზე ბრალდებული სახით დააკავეს. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1200 ვაზნა. ნარკოტიკთა გამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. გამოძიება სისხლისამართლის კოდექსის 226 და 260 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებმა გეგმიური სამხედრო სწავლებები ჩაატარეს. აღმოსავლეთის სარდლობის მეხუთე საარტილერიო ბრიგადამ ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნების საბრძოლო სროლები დაასრულა. სწავლებაში ინტეგრირებულად მოქმედებდა სადაზვერვო, ცეცხლის მართვისა და საცეცხლე ელემენტები, რამაც სამიზნეების აღმოჩენა, მონაცემთა დამუშავება, გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება და საცეცხლე ამოცანების ეფექტიანი შესრულება უზრუნველყო. დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ სამკვირიანი სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლო სასროლეთზე ჩაატარა. ოპერაციის რაიონში ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა პირობითი მოწინააღმდეგე. ბატალიონს მხარს უჭერდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების საინჟინრო და ტანკსაწინააღმდეგო ელემენტები, დაზვერვის ჯგუფი და საარტილერიო ბატარეა. სწავლება ჩატარდა დრონების გამოყენებით. საველე წვრთნები ქვედანაყოფების კოორდინირებულ მოქმედებას, საბრძოლო შესაძლებლობებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სწავლების პროცესში გამოყენებულმა თანამედროვე სისტემებმა და საშუალებებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს ქვედანაყოფების შესაძლებლობები. წვრთნების დასკვნით ფაზას
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ. ბრიგადამ ვაზიანის ასოციაცია ჩაატარა საველე წნების საბრძოლო სროლების სწავლება მიმდინარეობდა 2 კვირის განმავლობაში. აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობდა როგორც რეაქტიული, ასევე ლულიანი საარტილერიო ქვედანაყოფები. საათესკლე ქვედანაყოფებმა ოპერაციის რაიონში სადაზვერვო ჯგუფების და უპირატო საფრენი აპარატების მიერ მოთხოვნილი ცეცხლზე განახორციელეს საარტილერიო ზემოქმედება და განახორციელეს მოწინააღმდეგის განეტრალება განადგურება. სწავლება შეფასდა დადებითა და წარმატებით დამკვირვებელ მაკონტროლებლების მიერ. ბატალიონი მოქმედებდა ტაქტიკური ჯგუფით. მხარს უჭერდა ისეთი ელემენტები, როგორც არის ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება, სადაზვერვო ელემენტი, საინჟინრო, ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს გამოყენებული იყო როგორც დრონი, ასევე დრონსაწინააღმდეგო მოქმედებები. სწავლების განმავლობაში ბატალიონმა განახორციელა თავდაცვითი ოპერაცია და დაამარცხა მოწინააღმდეგე მოახლოების მარშრუტზე. აღნიშნული სწავლება შეფასდა დადებითად, რადგან ბატალიონმა ეფექტურად შეძლო თავისი ამოცანის შესრულება და მუდამ მზად არის ოპერაციის და მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად. ფერებიდან ჩაცმულობიდან გამომდინარე, რაღაც გაზაფხულის იასამნის ფერებშია და ვფიქრობ ლილიანა დავარქვა. ну თქვენ წინაშე დაიბადა ლილიანა. ჩემი გოგონები იბადებიან წიგნებიდან, ფილმებიდან, ხანდახან უბრალოდ ფერებიდანაც კი. აი როგორ განწყობაზე ვარ, წელიწადის რომელი პერიოდი არის, აი მაგალითად ლილიანამ გაზაფხული შემოიტანა. იასამნისფერი გოგონა არის და ამიტომაც შეუსწავლამე ეს სახელი. ბევრი უკვე ასე ვთქვათ, ჩემი თაყვანისმცემელი თვითონ მაწვდის ხოლმე იდეებს, მაგალითად ახლა სამომავლო გეგმებში დედოფალი მარგო, მყავს ასევე მადამ ბოვარი და ძალიან ბევრი ლიტერატურული გმირი არის და ვფიქრობ, რომ მომავალში ნელ-ნელა ისინი დაიბადებიან. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვცდილობ, რომ მაინც გამოვნახო დრო ქსოვისთვის. გააჩნია რამდენი თავისუფალი დრო მაქვს. შეიძლება ერთ დღეშიც კი დავასრულო რომელიმე ნამუშევარი, ზოგიერთი კი შეიძლება ძალიან გაიწელოს დროში. ხელსაქმე ბავშვობიდან მაინტერესებდა და ერთ დღესაც შევქმენი თოჯინის კაბა. მაშინ როგორც ბავშვი ასე ვერთობოდი და აი ახლა უკვე ჩემს ასაკში ეს უკვე სათამაშო აღარ არის. თითოეულ ჩემს თოჯინას აქვს თავისი სახელი, თავისი ისტორია აქვს. და მასალის მოძიება არ არის რთული, ჩვენს ქალაქშიც იყიდება ძაფები. დიდ ქალაქებში ყველგან არის ფაქტობრივად და ხშირად მარაგს მაქვს ხოლმე. ვცდილობ რომ ბევრი შევიძინო, რომ ცოტა დიდხანს მეყოს და ასე თითოეული ამ მარყუჟიდან შემდეგ ვცდილობ რომ ესეთი რაღაც კაბები შევქმნა ხოლმე. ამაყეთ სიამოვნება, უდიდესი სიამოვნება, აი ხშირად მეკითხებიან ხოლმე, ხომ არ გაყიდდი. ვერ შეველევი, იცით, იმიტომ რომ თითოეულში აი ესეთი იმდენი შრომა მაქვს ჩადებული და აი უკვე დასრულებული ნამუშევარს ჩემთვის იმდენად დიდი სიამოვნება მოაქვს. რომ ვერ შეველევი. სამომავლოდ შეიძლება ესეთი ლიტერატურული გმირების ხაზი, ესეთი სერია შევქმნა ერთგვარი ახალი კოლექცია გოგონები წიგნებიდან. ესეთი ქართველი არისტოკრატები ხალები გამოჩნდებიან. ვეცდები რომ გამოჩნდნენ. აი უკვე მაქვს ესეთი შემოთავაზება მერი შერვაშიძე რომ შევქმნა და ვეცდები რომ გავამართლო ჩემი თაყვანისმცემლების მოლოდინი და შევქმნა ქართველი გმირებიც. ჩემი ნამუშევრების რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. წლები მიდის და ჩემი გემოვნებაც იცვლება, რა თქმა უნდა, ბავშვობის რაღაც ნამუშევრები აღარ მომწონს ხოლმე, მაგრამ მაინც ვინახავ როგორც აი პირველი ნამუშევარი მაგალითად შენახული მაქვს და აი დროთა განმავლობაში იცვლება ჩემი გემოვნება, ჩემი შეხედულებები, იდეები და ვცდილობ რომ სულ ახალი და რაღაც ისეთი შემოვიტანო ხოლმე ჩემს ნამუშევრებში. ექსტრემალიც ვარ, მზის სწრაფე მიყვარს, ცურვა ძალიან მიყვარს. აქ ფრენა, პარაპლანი, დელტაპლანიდან მიყვარს ძალიან და რა ველოსიპედით სულ დავდივარ ხოლმე.
ლამაზია ველოსიპედსაც ათვალიერებ განსაკუთრებით ახლა ვცდილობ ხოლმე რომ ეს მთებში ავიდე ხოლმე და იქავრობა დავათვალიერო ხოლმე ველოსიპედს. ესეც გარკვეული შთაგონების წყარო არის ჩემთვის. ტელეფონით ვიღებ ხოლმე ძირითადად აი სადაც გავდივარ ხოლმე ну თუ რაღაც დავიჭირე რაღაც ლამაზი კადრი ვიღებ ხოლმე და ამითაც ვცდილობ ხოლმე რომ ვასიამოვნო ჩემს მეგობრებს და ახლობლებს. ძალიან ბევრი ძაღლი მყავს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ну ეს სამწუხაროა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენს რაიონში მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობა არის. ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლია და ну ხალხის შეგნებაც ჯერ ვერ მივიდა სამწუხაროდ იმ დონემდე რომ ძაღლი ჩვენი მეგობარია. ამ დონემდე ჯერჯერობით ვერ მივიდა. და ну ვუძლებთ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამდენი ძაღლის მოვლა, დილას ადრიანად ვდგებით ყველანი, არა მარტო ჭამა და ასმა არ არის მხოლოდ. ზოგს რაღაც პრობლემა აქვს, იქ ჭიის წამალი უნდა მისცე, იქ უნდა დავარცხნო, უნდა დაბანო და ასე შემდეგ. სულ ახლახან ავიყვანე ქუჩიდან ჰასკი, ну დამყვებოდა ხოლმე ეს ძაღლი ქუჩაში და ну გაქრა ერთი პერიოდი და ну ინერვიული მეთქი სად როგორ და ну როგორც ჩანს გაუსტერილებიათ და აი ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო, აი რომ შევხედე, ну გული დამეწვა. მოვიყვანე და მკურნალ. მე ვარ ექიმი რადიოლოგი, მუშაობ კლინიკა ფერომედსა და ჯეოჰოსპიტალში კომპიუტერულ ტომოგრაფიულ განყოფილებაში. ამასთანავე ვითავსებ ეხოსკოპიას, ძირითადად ვაკეთებ დოპლეროგრაფიას, ეს კისრის სისწრაფები, თავის სისწრაფები, ქვედაკიდურის სისწრაფები და სხვა ტიპის ეხოსკოპიურ გამოკვლევებსაც ვაკეთებ ხოლმე, ვითავსებ კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან ერთად. ჩემთვის საუკეთესო განტვირთვის საშუალება არის ხოლმე, აი დაძაბული დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, როდესაც მე ვგსოვ ხოლმე, ეს არის საუკეთესო განტვირთვის საშუალება ჩემთვის.